დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკის საბურთალოს რაიონული პოლიციის სამმართველოსთან ერთად თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი რაოდენობით შეერაღება ამოიღო. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სხვადასხვა კალებისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არ არის. იარაღის საცავის შესახებ დღეს დილით გახდა ჩვენთვის ცნობილი, როდესაც ამ მოქალაქემ, რომლის ბინაშიც ინახებოდა ეს შეერაღება, თავდაცვის უწყებას მიმართა. ამ დროისთვის გამოძიებას აწარმოებს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება და არ კონკრეტდება ბინის მისამართი და მოქალაქის ვინაობა. ძიება დაადგენს თუ ვის მიერ, რა დროს და რა მიზნით მოხდა ამ შეიარაღების, პირდაპირ შეიძლება ითქვას ამ არსენალის შეტანა ამ საცხოვრებელ ბინაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს. კონკრეტულად საუბარი არის MP5-ის, MP3-ის, MP5K-ს, ჰეკლერ-კოხის ავტომატური ცეცხლსასროლ იარაღებზე საუბარი. რაოდენობა სადღაც სავარაუდოდ 100 ერთეულია. გამოძიება ამ წუთას მიმდინარეობს და ზუსტ რაოდენობას და გამოძიება იწვევს.